gon' do this. დაამთავრე შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, დრამისა და კინოს ფაკულტეტი, მსახიობი, შვილები, მომყავს ბევრი. კუმირი არის ყველა ის ადამიანი, ჩემთვის, ვინც მიაღწია თავის მიზანს. ცურვა, მიჩქოსნობა და ეხლაც ვცურებ. ცურვა და ნადირობა. არაფერს. არ მახსოვს. ვინც მეულდება სახლში, ეს არის ჩემი სიყვარული. შვილების დედა, სიყვარული. ყველაფერი არის. სამყარო. მის გარეშე არ შემიძლია. ვარ. ადამიანებმა შეუნდონ ერთმანეთს ადამიანის დანაშაული. სირთულეები. ის რაც არავის არ ესმის. ის რაც ჯება კულისებში და გადის სცენაზე. ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ სხვა სამყაროში ვხვდები და მაშინ მაინც ვარ აქაურობას მოშორებული. საუკეთესო რაც მაქვს, რაც მყავს, რაც გამაშინია, ეს ჩემი ოჯახია და ჩემი საქმე. არ ვიჯერა. არ ვიჯერა. იცი არის ბოლომდე ღალატის მაინც არ მჯერა. ადამიანები რო ღალატობენ ერთმანეთს, იმიტომ რომ ბოლომდე რო ამას დავუჯერო, მაშინ უნდა წავიდე საერთოდ ამ ქვეყნიდან. ამ ქვეყნიდან რო წავიდე, ჩავალ იმ ქვეყნებში, სადაც ყველაზე უფრო მაღალ ხარისხშია ღალატი. ამიტომ მაინც არ მინდა რომ დავიჯერო, რომ ადამიანები ერთმანეთს ღალატობენ. მეგობრებზე ვლაპარაკობა აქ თუნდაც ადამიანები, წყვილები იქნებათ, რომ ღალატი ჩემთვის ერთი და იგივე მცნება და არ მინდა რომ დავიჯერო, რომ ეს ხდება. იმიტომ რომ პირველ ხარისხში ჩემ თავში მაქვს აწეული ერთგულება. ამიტომ, როდესაც მოღალატე ადამიანს ხვდები ან ღალატის ფაქტს ვაწყდები, ეს არის ყველაზე დიდი რამ, რისიც არ მინდა დავიჯერო. სამწუხაროდ მიწევს, მაგრამ მე იგივენაირად ვპასუხობ იმ ხარისხში, რასაც ის არასოდეს არ მოგვიყვება. ასე რომ არ მინდა რომ ჯეროდეს, რომ მეც ამის განკეთებული. ჯეკ ნიკოლსონი მინდა გავიცნო. მოდი დავანებო რაღაც ფილოსოფიებს თავს, პირდაპირ მინდა რომ ჯეკ ნიკოლსონი გავიცნო. ოღონდ გავიცნო გადასაღებ მოედანზე, ისე არ მინდა. ჯერა რომ ყველაფერი მაგრად იქნება ერთხელ და სამუდამოდ და ჯერა რომ ერთხელაც გამოვალ ქუჩაში და მათხოვარი აღარ შემხვდება. ჯერა რომ ბატონო ბავშვთა სახლში, უბრალოდ სრულმელობა მოკლებულ ბავშვთა სახლში ბავშვობელი მიაკითხავს. ჯერა რომ მოხუცებულთა თავში საფარში მოვადრო რომ დაიხურება საერთოდ მოხუცებულთა თავში საფარი. ჯერა იმის რომ ჩემი შვილები გაიზრდებიან იმ ნანატ საქართველოში, რაც მე არ მახსოვს და რასაც ვერასოდეს ვერ მოესწრო თურმე. აღმაშენებლის პერიოდი და როგორც ამბობენ. ჯერა იმის რომ არსებობს ღმერთი. ჯერა იმის რომ უფალი არ გაგვწიოს და ჯერა იმის რომ ერთადერთი რაც გადაარჩენს ჩვენ ურთიერთობას, იმიტომ რომ ქვეყანას ესე გლობალურად რო ვამბობთ საქართველოს. არა, საქართველოს შენ ხარ, მე ვარ და ჩვენ ვართ. ჯერა რომ ჩვენ საბოლოოდ ვისწავლით ერთმანეთის სიყვარულს და დაფასებას. არ არსებობს პერიოდი ჩემთვის, რომელიც რთული არ არის. სულ რთული პერიოდი მაქვს, რო არ მქონდეს რთული პერიოდი, მოსაწყენ ატმოსფეროში ვარ. ამიტომ როდესაც სირთულეებთან ვარ, მაშინ ცოცხლობ. როდესაც ვარ დასვენებული, მაშინ რაღაც ისე ვარ. არ ვარ ისე როგორც მე მინდა, ანუ ეს უზამგური არ არის ის სირთულეების გარეშე, არის ვიღაც ჩვეულებრივი ადამიანი. პირველი სიყვარული არის უკანასკნელი სიყვარული. ანუ ყველა სიყვარულს მასოვეობნებოდ. ამიტომ ვინც მიყვარს ახლა, ის არის პირველიც, უკანასკნელიც და სამუდამოც. ასე რომ არ გამოვყოფ ესე, არ განვაზოგადებ ყველაფერს. ესეთი რაღაცების მწვანეა ხოლმე, რომ ხანდახან სასაცილოც ხდება და მაგალითად მეუღლე ხანდახან დამცინის ხოლმე. შემწყენი ესეთი რაღაცების არის ადამიანები არ ფიქრობენ. აღამე გამღვიძებია და გამეღვიძებია და მithkoms რომ ეს რატო ხდება, ან ეს რატო ხდება. ხალხი იმან რომ ესე თქვას ან სხვებს არ ვაქვს ყურადღება ზოგადად, მაგრამ საკუთარი სიტყვის, საკუთარი საქციელის
გუშინ მაგალითად გადავახურდავე რაღაც ბანკში თანხა, გამოვედი და ბავშვი შემხვდა ჩემი სახლისზე. ეთხოვდა მოწყალებას, ესე ვთქვათ და არ მქონდა, უბრალოდ მქონდა ფული თანხა ჯიბეში, მაგრამ აი ხურდა არ მქონდა რა. ხო და სახლში გამწდა რამდენიმე მეტრით, ხო, მეთქვი აი რატო არა და მედო თანხა იმდენი რომ არ იყო პრობლემა, რომ მეცდა და ისე შემცვა ავარდი სახლში უცებ და რას ქულა თანხა ჩამოუტანე ძლივს ვიპოვეთ ის ბავშვი და გადავეცი ღამე მაინც შემაწუხა სინდისმა, იმიტომ რომ ერთი წამი ხომ მაინც მოხდა ისე რომ მე იმისთვის ვერ გავიმეტე. მეტომ ესეთი რაღაცების მწვენი, ეხლაც იმიტომ თქვი რომ ეგ სირცხვილის გზნობა მომიშორებდა. ეს მარტივი რაღაცებისაც მწვენი. არასოდეს მოტკეცილ პანსაც მოწ. კომპლექსი მაქვს ყველაფრის და მაქვს არაფრის. აი რომ გააჩნია კომპლექსს რას ვეძახით ამ შემთხვევაში, ხო? კომპლექსი არ მაქვს, ვთქვათ რომ 100 კაცის წინაშე გამოვიდე ვითამაშო. მაგრამ მაქვს რაღაც ჩემი დოგმები და კომპლექსი თუნდაც იმის, რომ საზოგადოებაში ისე არ უნდა მოიქცე როგორც სახლში. კომპლექსი მაქვს ახლა მე თქვენთან რომ ისე არ ვილაპარაკო, მაგათაც როგორც სახლში ვილაპარაკო, ხო თავისუფლად. ისე რომ აქ ვილაპარაკო, მაშინ გიჟი ვიქნები და საერთოდ ჩაწედას გააჩერებ, როგორც მეგობრებთან ვილაპარაკო, ძმაკაცებთან ვილაპარაკო. ამიტომ ძმაკაცებთანაც რაღაც კომპლექსი მაქვს. ამას ხო რომ მკითხავენ როგორი გადაცემა იყო, ვერ მოყვება. მაქვს ყველაფრის და არაფრის გააჩნია, ადამიანურ ნორმებში იზრდება ჩემი კომპლექსი. სოფი მარსო. დაზაფაჩული, ამბივოუთ. 3 მინუთი. საათი. დანა. და საფული. ნერვიული. ძალიან ნერვიული დილა მაქვს, აი დილით რო ვიღებ ყველაფერი მინდა იყოს იდეალურად აი მოწესრიგებული, სამყაროს კი გარეთ დალაგებული. ამიტომ ჩემი დილა, ვინც ჩემს გვერდზე იღვიძებს, ხო, იმისთვის არის არანორმალური. ამ შემთხვევაში ძალიან მეცუდება ჩემი ოჯახის წევრები, იმიტომ რომ დილით როცა ვიღვიძებ, ხო, ფსიქიკა იმდენად მაქვს არეული. ეს არნიშნავს იმას, რომ არ ნაბახუსები ვარ, აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს. ამ მდგომარეობაში საერთოდ გავიღვიძებ დილით, მე ვარ არეული. სანამ არ დავლაგდები, სანამ რაღაცა წავიკითხავ, სანამ არ მოვწესრიგდები და ყველაფერი ისე გადაიყვება, როგორც მე მინდა, მანამდე ვერ მშვიდდები. 1000-ნაირი, მაგრამ უბრალოდ ცხოვრების წესი და აი როგორც წესი მაქვს ისეთი ცხოვრების არჩეული, რომ ჭორები ვერ მერევა. ანუ ჭორს როცა ამბობენ ადამიანზე რაღაცა უნდა ესა დაგებოდეს. ამიტომ სპორტული ცხოვრებით ვცხოვრობ, სვამ ალკოჰოლურ სასმელს მხოლოდ, არ ვეწევი სიგარეტსაც კი. ძმაკაცობ კარგ კაცებთან. ასე რაცა უნდა მომიგონონ ჭორი, რაც ამ ქალაქისთვის არის ძალიან მიზანშეწონილი უკვე და მიღებული. ჩემამდე ვერ აღწევს. და რა ის გაკეთებაც მინდა, ყველა ხედავს, როცა მინდა, იმას ვაკეთებ. ძალიან შემიძლია უბრალოდ ამის გამო საშინელი დღეები მოვუწყო ჩემ თავს. ანუ უბრალოდ არ გადამაქვს რაღაც, შეიძლება გამახსენდეს 1 წლის შემდეგ რაღაც და აი ძალიან დიდი ხანი დაჭირდეს, მე დამჭირდეს ამისთვის რეაბილიტაცია. ადვილად წენადი, ანუ ესე ვთქვათ, უცნაური არსება ვარ. ადვილად ვხდება რაღაცები გულში, შეიძლება არ ვიმჩნევდე და ადვილად ვაძლევ პასუხს. რაზეც მე ვნამებ. შეიძლება ამინძე ვარ ძალიან დამოკიდებული, შეიძლება ამინდმა იმოქმედოს, ისე რომ თლიან გამომიტრიალოს დაგეგმილი დღე, ეხლა რომ მოვდიოდი, ამის მოვატრიალე მანქანა შარო ოფილიყო წავედოდი უკან. ესეთი კარგი ხარი ამოვარდა მეთქი საერთოდ ხომ წავიდე. 100 საშინელი კი, როგორც ამბობენ, მაგრამ მე არ მგონია რომ საშინელი, აი ჩემთვის ვარ. აი რომ გავიღვიძო უცებ და ყველაფერი ეს ყველაფერი იყოს სიზმარი და არაფერი არ გამაჩნდეს. ყველაზე მეტად მეშინია რომ ეს ადამიანები, ვინც ჩემი სისხლი და ხორცია, ვისთან შეხებასაც კი უგრძნობ, რომ ჩემია, თქვა, ჩემ შვილებზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში. ყველაზე მეტად მეშინია მათი თუნდაც კბილის ტკივილის.
იმიტომ რომ ძალიან მოქმედებს ჩემზე და პირდაპირ დარტყმას მაყენებს ეს. მაგრამ მაძლიერებს კიდევაც, იმიტომ რომ ამის თუ არ გეშინია ადამიანს. საყვარელი ადამიანის დაკარგვის მეშინია ცხოვრების თავიდან დაწყების შიშიც გამიჩნდა ასაკთან ერთად, თუმცა არც ეს ასაკში არა ვარ, მაგრამ რაღაც ეტაპი ხო გავიარე ჩემი ცხოვრების. ამიტომ აზრი არ აქვს თავიდან დაწყებას, ვინც ამ გადაცემას უყურებს, მითხრა მოთხრა, რომ აბსოლუტურად ერთ და იგივე გზა აქვს ყველას განსავლელი, ასე რომ ჯობია ერთს მიყვეთ ბოლომდე. სცენაზე გასვლის წინ აუცილებლად საგრემიულოში ვაქრობ შუქს და სანამ გავალ საგრემიულოდან ერთი წუთი მაინც ვჩერდები სიბრუნეში. ამბობენ რომ ვარ უანგაროთ ერთგული. ვერ ვიტან ყურილს, ვერ ვიტან აღარს. არ გავაკეთებ რაც ჩემს რწმენას შეურაცხყოფს იმას. წინა ცხოვრებაში ვიყავი ტაპირი. აუცილებლად თუ გაიგებნე რომ მე დავტოვე ჩემი პროფესია. ერთგულებას. ჩემთვის წარმატება დაიწყო რუსთაველის თეატრიდან 2003 წლის 9 ნოემბერს. თუმცა მანამდეც არ ვიყავი წარუმატებელი ჩემი პედაგოგი გიორგი შაუტაშვილის სპექტაკლებში. ეს წარმატება დაიწყო უკვე რუსთაველის თეატრის სცენაზე. ისეთი როგორიც ვარ. და საზოგადოება მინდა იცოდეს რომ არ არსებობს არანაირი ძალა, არანაირი მიდგომა ჩემთან რომელიც შემცვლის. მე ვარ ასეთი და ასეთი მინდა ვახსოვდე საზოგადოებას.